ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია. ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი მან სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. იზოლატორთან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მისი მეუღლეც დახვდა, რომელიც 24 ოქტომბერს მასთან ერთად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 5,000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოცნების სასამართლომ მცირეწლოვანი შვილების ორივე მშობელი გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანა, შემდეგ გაასამართლა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მას 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლებული ჟურნალისტი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ ისევ რუსთაველზე დაბრუნებას გეგმავს იქ, სადაც პარალელურად გრძელდება დაპატიმრებების სერია. გუშინ ღამით კიდევ მინიმუმ 4 დემონსტრანტი აიყვანეს, მათ შორის რეჟისორი თორნიკე ტიკარაძე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან ზაზა ბროლაძეს, იოსებ ხეოშვილს, კახა ჯაფარიძეს. მათ დღეს სავარაუდოდ სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც უკვე 2 კვირაზე მეტია პროევროპული აქციის მონაწილეების სხდომების სადღეღამისო რეჟიმში ტარდება. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ახლა ახალი დაკავებულების და უკვე გათავისუფლებულების შესახებ ბოლო ინფორმაციით. თამარ, პირველ რიგში გეტყვით გათავისუფლებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესახებ 7 დღიანი პატიმრობის შემდგომ ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. ის 1 კვირის წინ საკუთარ მეუღლესთან ერთად მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დააკავეს და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მოსამართლემ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, ხოლო მის მეუღლეს მაიკო ბოკერიას 5,000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ამ საპატიმრო ვადის გასვლის შემდგომ დღეს უკვე დატოვა იზოლატორი ჟურნალისტმა და მისი განცხადებით მას შემდეგაც რაც დატოვა იზოლატორი იდგება რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც 327 დღეზე მეტია უკვე მისი თანამოქალაქეები და თანამებრძოლები დგანან. უსამართლობის დაკანონებით მოქალაქეთა ლეგიტიმურ პროტესტს ვერ ჩაახშობენ. ეს 7 დღიანი პატიმრობა კიდევ და კიდევ მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი ბრძოლა არის მართებული და სწორი. ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას. ჩვენი უკუქმედება იქნება ის, რომ მე აუცილებლად ისევ მივალ რუსთაველზე და ისევ გავაპროტესტებ იმას, რაც არის უსამართლობა. უსამართლობას არავის არ შევარჩენთ. რაც შეეხება გუშინ დაკავებულ 4 აქტივისტს, ისინი ჩვენი ინფორმაციით, როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, იმყოფებიან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. 4-ვე მათგანი ახლა ელოდება სასამართლოს ჩანიშვნას. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებს საქმეები არ შეუტანიათ, შესაბამისად უცნობია თუ როდის გაიმართება დღის განმავლობაში კონკრეტულად ამ დაკავებული პირების პროცესები. როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, თავს კარგად გრძნობს 4-ვე დაკავებული, თუმცა იყო მცირედი პრობლემები, მაგალითად მედიკამენტების შეგზავნასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესოა იოსებ ხეოშვილის შემთხვევა. ეს ადამიანი ჯერ კიდევ დაკავებების პირველი ტალღის დროს იყო დაპატიმრებული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. მაშინ სხდომა გადაიდო 3 ნოემბრისთვის და ჯერჯერობით პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომაც არ არის ჩატარებული და ეს საქმე განხილული. მას შემდეგ უკვე მეორედ დააკავეს იოსებ ხეოშვილი. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაბამისად ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა და მედიკამენტები. ამაზე საუბრობენ მისი ადვოკატებიც, როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, დიდი ალბათობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს იოსებ ხეოშვილის შემთხვევაში პატიმრობა, რადგან ეს ადამიანი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას. ორ მათგანს აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები. აქედან ერთ-ერთად მათგანს აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები და საჭიროებს მედიკამენტებს. რაც შეეხება მეორეს აქვს თვალის პრობლემა და წვეთების მიწოდების პრობლემა იყო, მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ დროისათვის ეს უკვე აღმოფხვრილია. ხეოშვილის შემთხვევა დაკავებული იყო პირველ ნაკადში ჯერ კიდევ, როდესაც ეს კანონმდებლობა გაამკაცეს გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ბატონი ესეთი ჯერ არ ჩატარებულა ის პირველი სხდომაც კი. საერთოდ რატომ დააკავეს ეს პირი, ეს არის ძალიან საინტერესო. მაშინ, როდესაც ადგილზევე ეს გარემოებები მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. ასე რომ ამ პირის მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელება მე პირადად მიმაჩნია, რომ პირიქით მისი უფლებების შელახვა წარმოადგენს.
უკვე 2 კვირა, რაც გამკაცრებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიღების შემდგომ სისტემატურად ასამართლებენ აქტივისტებს, პროტესტში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს. რეჟიმმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 113 ადამიანი დააპატიმრა ადმინისტრაციული წესით, მათ უმეტესობას კი ძირითადად პატიმრობის მაქსიმალურ ვადას უფარდებენ. ჩვენ ველოდებით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული 4 პირის სასამართლოს ხდომების ჩანიშვნასაც.